მოგესალმებით კიდევ ერთხელ რაღაცნაირად რამე გაგვიმხილა კარტმა, ახლა ვკითხოთ ვინ არის ეხლა ის ადამიანი, ვინ ჩვენზე ფიქრობს და უბრალოდ ესე ურევ კარტს თქვენ ფიქრობთ ამ ადამიანზე და სპონტანურად რაც ამოვა, ვინ არის ის ადამიანი, ვინც ეხლა ფიქრობს ჩვენზე. ვინ არის? ეს ადამიანი ან მოიწამლა, ნახეთ. ან არა და რაღაც სასმელთან, სითხესთან არის საქმე, ან დალია, ნაბახუსევია, ან წამალი მიიღო და ინტოქსიკაცია, ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც გვასამართლებდა, ადამიანი, რომელთანაც ქონდა რაღაც კონფლიქტი და მან ვერ გაუძლო უჩვენობას და რა მოვიდა და რის გამო, ანუ ეს ყველაფერი, რაც თავარი ოჯახის გამო, ნახეთ. არჩევანი ვერ გააკეთა. ანუ გესმით რაშია საქმე და აი ესეთ გამოუვალ მდგომარეობაში. ეხა ეს კარტი, ანუ მიგვანიშნებს ძალიან ბევრ რამეზე. ანუ მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი რო იტყვიან, აი ისტერიულ მდგომარეობაშია. ფსიქოემოციონალური ფონი არის ძალიან მძაფრი მისი. ემოციებშია, ძალიან დიდ ემოციებშია, დარჩია, გაურკვევლობაშია. და რაც თავარია ძალიან დიდი ფიქრები აქვს ჩვენზე ემოციონალურ ფონზე ბრაზდება, გვეჯიბრება, ანუ აღიარებს, რომ თქვენ ხართ ძლიერი, იმიტომ რომ მოხიბლეთ, ნახეთ, თქვენი სილამაზით, თქვენი ქალურობით, თქვენი ელეგანტურობით მოხიბლეთ და ის ნაკლებშია თქვენთან შედარებით, ანუ ნახეთ, სად თქვენ და სად ის, ხედავთ, შედარება. აი ნაკლებშია და შორიდან ეხა, არ ვიცი რა უთხარით, რომ განგმირეთ და რომ იტყვიან აი საწამლავივით, ხო? აი ისეთ სიტუაციაში ჩავარდა, რომ ფაქტია, აი ესეთი ადამიანი ხა ფიქრობს თქვენზე და თქვენ მისთვის ხართ აი ქალი მოვლენა, ქალი რომელსაც უსმენენ, ქალი რომელსაც უყურებენ, ქალი რომელიც ჩანს, ქალს რომელსაც ინტუიცია აქვს, ქალს რომელსაც ტაშს უკრავენ, სცენაზე გამოდის, ნუ ხა პირობითად, მაგრამ მისთვის ხართ, გესმით, ცნობადი და ესეთი მნიშვნელოვანი და თვითონ ძალიან, ანუ დაცლილია ეს ადამიანი. აი ნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ აქ მაჩვენებენ, რომ შეიძლება ფინანსურადაც არ იყოს ცუდად აქ რა, რაღაც. მაგრამ დაცლილია. ეს არის გრძნობის გამო. ეს არის მისი ფსიქოემოციონალური ფონის გამო, რომელიც გაურკვეველია თქვენთან მიმართებაში რაღაც მოხდა. აი, თვარი ამოდის.